Მარჯობათ, მე ვარ გიორგი ასანიძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძალოსნობაში, ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი. მზად ვარ უპასუხო ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩემ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ სწორედ ამ მიმართულებით. დაბადებიდან ბევრი ვერ ვიფიქრებთ იმას, თუ რა იქნება ჩვენი მომავალი და ცხოვრება საინტერესო, იმიტომ არ ვიცით რა გველოდება ხვალ, ეს არის ცხოვრების პრინციპი, თუმცა ყველაფერი მოდის პერიოდულად ასაკობრივად, შემდეგ კუმირების არჩევით თუნდაც და ბევრი ნიუანსი თამაშობს, რომელიც მიზანს ბიზნესკენ სწრაფას უფრო გიქადიგებს. თუმცა მას შემდეგ რაც უკვე მოდი ესე ვთქვათ, უფრო წამოვიზარდე და უფრო მნიშვნელობა შევძინე ჩემი სპორტის სახეობას, ძალოსნობას, ვფიქრობდი, რომ მინდოდა გამოსულიყავი ძალიან კარგი სპორტსმენი, მინდოდა სხვაზე მეტი ამეწია, ეს მიზანი გამყვა სანამ 2004 წლის 21 აგვისტოს ჩემი მიზანი არ შევასრულე, ვინაიდან სწორედ საერთო ჯამში ეს იყო ჩემი მიზანი, გავხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ფიქრი უფრო 17-18 წლის ასაკში გამიჩნდა. საჩხერეში ტრადიციულად ძალიან განვითარებული იყო ძალოსნობის სექცია, რაღაც თავისი დიდი მნიშვნელობის ისტორია აქვს. მე ვარჯიში დავიწყე საჩხერის რაიონში, ჩემს პირველ წვრთნელ გოგი თოდაძესთან, ვისთანაც 6 წელი ვარჯიშე და ძალიან მნიშვნელოვანი წლები გავიარე, ვინაიდან მომცა ყველა ის საჭირო თვისება, რაც ძალოსნობისთვის აუცილებელი იყო. შემდეგ იმდენად დიდწლოვანი არის ჩემი მწვრთნელი, პირველი მწვრთნელი, მან თვითონ მირჩია, რომ ამერჩია გზა თბილისისკენ, ძალიან კარგი იქნებოდა თუ მოხვდებოდი ვანო გრიქუროვის ხელში, რაც გარდაცვლილი ჩემი მწვრთნელის და სწორედ ეს გზა ავირჩიე, სწორედ ამ გზაზე ვიარე, მივედი ბატონ ვანოსთან და მაინც რაც არ უნდა დიდი შრომა ქონეს გოგის, ჩემ პირველ მწვრთნელს და მამას უდაოდ დიდ პატივისცემ, როგორც სპორტსმენი, როგორც რეალიზებული იმ შედეგებისა, რაც მე მივაღწიე, მაინც ვანო გრიქუროვს თან გავიარე და სწორედ ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ჯილდო, რომ მე ამ ადამიანთან მოხვდი. წარმატება პერიოდულობაში მოდის, დროში მოდის, ასაკობრივ მდგომარეობაში მოდის, ბევრი მნიშვნელოვანი წარმატება იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ვერ დავაკლინებ, რაც ყველაზე მთავარი გამარჯვებაა, ეს არის ოლიმპიური ოქრო, რომელმაც ჩემი ისტორია სპორტული მნიშვნელოვანი კუთხით შეცვალა და ამისვლა ის ოცნება, რაც მე მინდოდა სპორტულ ცხოვრებაში. პირველი წარმატება ეს იყო, ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი, ძალიან პატარა, 10-11 წლის, მე 86 წელი იყო, როდესაც საქართველოს ჩემპიონი გავხდი პირველად, ეს იყო პირველი მუხტი, თუმცა მაგის მერე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემ ცხოვრებაში, სპორტულ ცხოვრებაში, ტრავმა, ხელისმეტეხილობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც უკვე დავბრუნდი და საერთაშორისო დონეზე გავედი, მაინც ვიტყოდი იმ პირველ გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვე ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონობა. რთულია ნებისმიერმა ადამიანმა გადაცეს სწორედ იმ ფორმულაში ის ემოცია თუ რაც გზობს, ეს არის ინდივიდუალური განცდა, მაგრამ საერთო ჯამში ყველა ადამიანის, ყველა გამარჯვებულის შინაგანი ესე ვთქვათ, კმაყოფილება არის ის სიხარული, რომელსაც და ის ემოცია და ის მიზნისკენ მისვლა და ასვლა, რომელიც ესეც ძალიან გიგადაგიდა, ამაყი ხარ, იმიტომ რომ ეს გამოგივიდა, თუმცა არ უნდა დავჭეთ ამაყები მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ ამას მივაღწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ეს და ის გრძნობა, რომელიც თუნდაც ჩვენ დროს მაშინ ახალი საქართველო იბადებოდა, შედარებით იმ პრობლემებთან, რომელთაც 90-იანებში ცხოვრობდით, ახალი იყო დროშა, ახალი იყო ჰიმნი, რა თქმა უნდა, ძველი დროშა, რომელიც შემდეგ განახლდა და ამ ყველაფრის სწორედ აქ დამთხოვა, ძალიან ემოციური ფონი იყო, ვინაიდან ის პასუხისმგებლობა გაგვიასმაგა, რომელსაც ჩვენმა მიღწევებმა თქვენამდე მოიტანა. კომპლექსურია ეს ყველაფერი, არ არის ერთი კომპონენტი, ამ ყველაფრის ფორმულა, მაინც ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან რეალურები, რომ ეს ყველაფერი მოდის შრომაში მოდის იმ ტალანტის დაბადებას, შრომაში მოდის იმ შედეგების მიღწევაც, ბევრი ფაქტორია, გარემო, ინფრასტრუქტურა, სპორტული მედიცინა, რომელიც ძალიან აუცილებელია თანამედროვე სპორტში, თუმცა ადრე ესენი არ იყო. ამ ყველაფერმა დღევანდელ დღეს უფრო მეტი სპორტსმენი გამოავლინა და ჩვენ ვხედავთ, რომ იმ წლების შემდეგ ძალიან ბევრი ახალი ჩემპიონები, ახალი წარმატებული სპორტსმენები დაიბადა, თუმცა პირობები ერთ-ერთი აუცილებელია, ყველაზე მთავარი შინაგანად რა გინდა, რისკენ იბძვი, რამდენს გაიღებ იმისთვის, რომ შენებს ყველაფერი
დაგიბრუნდეს, მოდი ესე ვთქვათ, სპორტული შედეგებით და არასდროს არ უნდა დანებდე. ეს არის პირველი წესი და მეორე წესი ის, რომ არ დაგვავიწყდეს პირველი წესი. მე აწყლოზე ვფიქრობ, მომავალზე ვფიქრობ, წარსული იყო ის, რაც იყო, აქ უამრავი ისეთი პირადი თუ სპორტული მოდი ესე ვთქვათ, მინუსები ყოფილა ცხოვრებაში, მას ვერაფერს ვერ შევცვლი, იყოს ისე როგორც არის და იყოს ის ჩემთვის კატალიზატორი, რომ ხვალ უკეთესად და უკეთესად გავაკეთო ის საქმე, ან გამოასწორო ის შეცდომები, რომელიც მანამდე იყო ჩადენილი. ეს არის მაგის პასუხი. ვერ ჩავთვლით შეცდომას, კიდევ ვიძახი, ის რაც იყო და მოხდა და წარსულია. ეს არის ის თვით, რომელიც მე საზოგადოების წინაშე გამაჩნია გარკვეულწილად, თუმცა უამრავი კეთილი და ბევრი კარგი საქმე იყო. თუ რა იყო კატალიზატორი ამ ყველაფრისა, მაინც ვიტყვი, რომ მე აქტიურად არასდროს ყოფილა ესეთი სატელევიზიო ან პროპაგანდისტული რაღაც არხების შემთხვევაში ტელევიზორებში, თუმცა პროცესებში ძალიან ხშირად ვიყავი ჩართული, ეს იყო თუნდაც 90-იანი წლების, ეს თუნდაც რევოლუციის დროინდელი პერიოდი, ახალი საქართველოს დაბადება, მე ასე ვძახი იმ ყველაფერს, მაშინ ყველა ვიყავით იმ მოსაზრებაზე და არა მარტო მე, აქ მთელი საქართველოს ის 90% მეტი, რომელმაც ამ ყველაფერს ხარ დაუჭირა, გვინდოდა ის, რომ უკეთესი საქართველო აგვეშენებია. გარკვეულწილად ეს ყველაფერი გამოვიდა, გარკვეულწილად ეს ყველაფერი ვერ გამოვიდა, ალბათ ცოცხალი პროცესი იყო და ბევრი შეცდომა იყო, ბევრი მოდი ასე ვთქვათ, კანონმდებლობითი ცვლილებები იყო შეტანილი, რომელიც საზოგადოების ძალიან ჩქარა ვერ იყო მიღებული. ამ ყველაფრის შეცდომების გამო მოხდა ის, რაც მოხდა 2012 წელს, შეიცვალა მთავრობა და იმაზე საუბარი თუ რა ბევრი შეცდომა იყო თუ არ იყო ამ შემთხვევაში არ გისაუბარი, ვინაიდან პოლიტიკური ფასი იმ გუნდმა გადაიხადა. ჩემი მიზანი იყო იქ მისვლის, რომ ძალიან მაქსიმალურად დამეჭირა ქართული სპორტისთვის მხარი, ეს შევძელი, გარკვეულწილად შევძელი, ეს აისახება როგორც ინფრასტრუქტურულ განვითარებაში, ასევე ბიუჯეტის ზრდაში და ეს ყველაფერი მონაცემები, ეს ცოცხალი პროცესებია და ეხლა დანარჩენად თუ კონკრეტული ისეთი კითხვა, რომელიც ჩემ პასუხისმგებლობაში დგას, მე თქო, მასეც უპასუხებ, მზათა ვარ ნებისმიერ კითხვაზე კიდევ ერთხელ პასუხი გავცე. შეიძლება ბევრი ასე იყოს, მაგრამ მე მაქვს მიზანი, მე მქონა მიზანი და ეს მიზანი არის ქართული ძალოსნობის კეთილი დღეობა. მაშინ იმ პოლიტიკურ მდგომარეობაში როგორც იყო ისე, ბევრი რამე შეიცვალა და ეს ნებით უნებლიეთ ხდებოდა ისე, რაც მოხდა და როგორც მოხდა. მე ძალოსნობიდან ჩემი ინტერესით არასდროს არ გავალ და ვერც გავალ, ვინაიდან როდესაც დავიწყე 80-იან წლებში მე ძალოსნად ვარჩი და ვრჩები ბოლომდე და გავაგრძელებ ჩემ შრომას სწორედ ამ მიმართულებით. დავაკელი ვერ ვიტყვი, რომ დავაკელი მაშინად, როდესაც მე პოლიტიკაში ვიყავი, ჩემს გვერდზე იყო ისეთი ადამიანი, რომელიც არის ბატონი ივანო გრიგოროვი, ის მართავდა საწუთლ პროცესებს, უამრავი ძალიან ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი წარმატებული სპორტსმენები გაიზარდა ამ პერიოდში. შემდეგ შეიცვალა დრო და ისევე დავბრუნდი, რა თქმა უნდა, ის ჩემი გამოცდილება თუ ადრე თუ გვიან რეალიზებული იქნებოდა, მე ვერ ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. ვინაიდან კიდევ ვიძახი, მე როდესაც არ ვიყავი, ბატონი ივანო იყო იმ სადავეებში, რასაც ქართული ძალოსნობის ცისვლა ერქვა და მე ამით მე ამაყება ყველა იმ ადამიანთან, ვინც ჩართული იყო ჩვენ გვერდზე იმ დროს და თუნდაც დღევანდელ დღეს. შეიძლება ბევრი ბრალდება იყოს აღთმული ჩემს მიმართ, რომ მე ასეთ რაღაცაში მონაწილეობდით, მაგრამ მერწმუნეთ, ვერცეთ კადრს ვერ ნახავთ იმისა, რომ მე ჩართული ვარ ბრძოლაში. შეიძლება ვიღაცა წაუმაძახოს, ეს იყო ბერძენიშვილებთან და ბატონ ნაცულიშვილთან კონფლიქტი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, გარდა იმისა, რომ მე ამ ადამიანების გაშველებით ვიყავი დაინტერესებული და არა იქ მუშტიკრივით, ვინაიდან ჩემიდან არ იქნებოდა ძალიან ლამაზი და ასე შემდეგ, რომ მე იქ მუშტიკრივი გამემართა, ეს არ არის ჩემი სტილი, არ არის ჩემი მდგომარეობა და ვცდილობდი მაშინ გამეშველებია, თუმცა მე ბევრი ცილი დამწამეს, როგორც ერთმა ასევე მეორემ თუ აღარ მახსოვს როგორც იყო, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მაგრამ კიდევ ვიძახი, რომ მე ძალადობაში არასდროს არ მივიღებ მონაწილეობას ისეთ ძალადობაში, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის, ჩემი ოჯახისთვის იქნება მნიშვნელოვანი. დანარჩენად ძალადობა ჩვენ ისტორია გვაქვს და ბრძოლაში იყვნენ ქართველები, ამაყები და სწორედ ეს არის ჩემი мотиваცია, რომ საქართველოს თუ დაჭირდა ამ შემთხვევაში ვიყო ის, რასაც მაბრალია, სხვა შემთხვევაში იქნები ისეთი გიორგი, როგორიც საზოგადოება მიცნობს, იქნები ისეთივე წარმატებული, რომელიც
ჩემი სპორტული და ჩემი დანარჩენი ცხოვრება მწვრთნელის კარიერაში მომანიჭა. ასე რომ ტრაგედიას უნდა ინახავ ჩემში, ეს არის ცხოვრებაში ადამიანები მოდიან თანამდებობებზე, მოდიან პოლიტიკაში, მაგრამ თავარია რომ ერთგულად შენ ქვეყანას ემსახურო შენს ქვეყანას ერთგულად იმისთვის რომ შენი ვალი ეს და შენი მდგომარეობა რომელსაც საზოგადოება გთხოვს. გავიხსენებ 2004 წელს, როდესაც მოშლილი იყო ძალიან ბევრი რამ ნაბიჯ ჩვენ ვეცადეთ მე ჩემ კუთხეზე და ჩემ სპორტულ მიმართულებაზე ვისაუბრებ და არა იმ პოლიტიკურ პროცესებზე რომელიც ასე თუ ისე შეხება არ მქონდა სუფთა სპორტული კუთხით ვისაუბრებ თუ რა თქმა უნდა მისაღები იქნება მაშინ არ იყო მოშლილი იყო სპორტის გაკვეთილები სპორტული ინფრასტრუქტურების შევძელით ასე თუ ისე სკოლებში დაგვებრუნებია ეს კომპონენტი ვინაიდან მომავალ თაობას სწორად უნდა აღიზარდოს სკოლებში რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ ქვეყანაში ეს პრიორიტეტიც კი ხდება მისი პროფესიული კარიერის გაგრძელებისა ჩვენ ამ დონეზეც მივართ იმედია ნაბიჯ მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი არ იყო საერთოდ მოშლილი იყო პირველი რაც შევძელით სკოლებში დავუბრუნდით სპორტული გაკვეთილები შემდეგ ბატონ გაცგარდაცვლილი ბატონ ვაჟან შუბლაძესთან ერთად შევიმუშავეთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც აისახა კონსტიტუციაში 34 პრიმა მუხლით, იმ დროს ესე იყო, ეხლა კონსტიტუციური მუხლები შეიცვალა და სხვა მუხლი გადავიდა, თუმცა იმ დროს ესე იყო, რომ სპორტის მოდი ასე ვთქვათ, სპორტზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ვალდებულება სახელმწიფოს დაეკისრა და ეს კონსტიტუციაში გაწერილი. მე ვფიქრობ, ეს არ არის პატარა ჩანაწერი, სწორედ ამან გამოიწვია სახელმწიფოსათვის ჩვენთვის იმ სტიმულის მიღება, რომ სახელმწიფოს ბევრად უფრო მეტად აფასებს იმ სპორტულ მიღწევებს, რომელსაც აღწევენ წლიდან წლამდე ჩვენი სპორტსმენები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია ჩვენი ინიციატივით კონსტიტუციაში სპორტის უზრუნველყოფა და მისი მხარდაჭერა სახელმწიფოსადმი. ჯერ ისევ დავუდგე, იმიტომ რომ გვინდოდა ცვლილებები, გვინდოდა რეფორმები, რაც აუცილებელი იყო ქართული სპორტისათვის. მოგეხსენებათ, რომ მე როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, პრეზიდენტი ჩამოვიდა პირდაპირ ათენში, იყო ეს კომუნიკაცია, რომ მე მაშინ დაუფიქსირე ჩემი პოზიცია, თუ იქნება ჩემს მიმართ ხარი დაჭერილი, რომ მე ჩემ სპორტში როგორც ესე ვთქვათ, რეალიზებას ჩემი პროექტებისა, ჩემი ხედებისა შეძლო, რა თქმა უნდა, მე თქვენ გვერდზე ვიქნები, სხვანაირად მირჩევნია ვიყო სპორტში ისევე. მე ამის პირობა მივიღე, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, მე ამაზე წეხანაც ვისაუბრეთ, თუმცა ჩვენ გვინდოდა ახალი საქართველოს აშენება, რომელიც იმ დროს ეხლა თუ ეს კონკრეტული კითხვის ავტორი ანგარიჟირებული არ არის ამ შემთხვევაში როგორ უნდა იცოდე რომ ის შეცდომები რომელიც შემდეგ იყო დაშვებული ზოგი ობიექტური მიზეზების გამო ზოგი სუბიექტურობის გამო განისაზღვრა ნებისმიერ მათგანს და კიდევ ერთხელ ავიჩეთ მაგითხას როდესაც მისვავს თუ ახალგაზრდა ხარ გეპატიება თუ უფრო ესეთი ასაკისხარ რომელმაც ეს ისტორიას თვალტყურს ადევნებდი არ არის სწორი ამ კითხვის დასმა ჩვენ ვცდილობდით კარგი საქართველოს აგვეშენებია და ამ კუთხით იყო ჩემი мотиваცია და ყველა მის კარგი უნდა დავაფასოთ რაც იყო და იმ ცუდზე რა თქმა უნდა ყველა პასუხისმგებლობას ვინაც დააშავა და როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასევე მოდი ესე ვთქვათ რეალური პასუხისმგებლობა ამ ადამიანებმა ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა თუ ამ მნიშვნელობა კონტექსტის ეს არის იხდიან და ზოგმა გადაიხადა და ეხლა რაზე ვსაუბრობ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ წარსულიდან თორემ იმდენ სახელმწიფო მოღვაწეს ვიპოვით წარსულში რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ჩავიძირებით ამ ჭაობში და პირიქით ვიფიქროთ მომავალზე ვიფიქროთ იმ პოზიტივზე იმ ხალხზე ვინაც მაშინაც და ეხლაც არიან კარგები და მოხდეს კონსოლიდაცია და ერისის წასვლა და არა სხვა დამატებითი კითხვები რომელიც მე ვფიქრობ არ არის ადეკვატური. ისევ და ისევ ბევრი შრომით, ბევრი იმ ცოდნის მიღებით, რასაც ძალოსნობა ქვია და ისეთი მასალებით, რომელთაც მანობრივი ქურვი არ ქვა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს გოგის, ჩემს უსაყვარლის პირველად, მაგრამ ანუ მოახდინა ეს ჩემი ტრანსფორმაცია და ეს არ შემიძლია რომ არ აღნიშნო და ვერ აღნიშნო არც ვიქნები მართალი ამ ადამიანმა ყველა ეს კომპონენტი რაც მწვრთნელის ფუნქციაში იყო გადმომცა, ვინაიდან თავადაც სულ რაღაცას ჩქარობდა მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა და გული მწყდება რომ ის მიუხედავად ამ ყველაფრის მოდი ესე ვთქვათ ჩემთვის გადმოცემისა ჩემ გვერდზე ვეღარ არის დღეს
სამწუხაროდ ვინაიდან დღესაც ახალგაზრდა იქნებოდა და სწორედ ვისარგებლებ შემთხვევას და იმიერში მიულოცა იმ 75 წლის იუბილეს, რომელსაც მას რამოდენიმე დღის წინ შეუსრულდა. ვერ გამოვიყენებ ვერავის ფრაზებს და იმ ქვეყნად ვერავის ვერაფერი ვერ წაუღია, მოდი ესე ვთქვა, თუ ძალით არ ჩაუტანებიათ. ამიტომ ჩემი ვალდებულებაა, რომ მე გავცე ყველა ის ცოდნა, რომელიც ქართული ძალოსნობის გამოადგება, ერთი რასაც ვერ გავცემ და ალბათ ამ მოწოთრელის ფუნქციაში, რომელიც კითხვაშია დასული, ხეზე ასვლის არის ის გრძნობები და ის სიყვარული, რომელიც ინდივიდუალურად უნდა გააჩნდეს ადამიანს და ეს თუ ყველაფერი გაგაჩნია და აქვთ იმედია ჩემს მეგობრებს და უნდა გქონდეთ, ამ შემთხვევაში მე იმ ცოდნას, რასაც პრაქტიკული ცოდნა არასდროს არ დავაყვედრი პირიქით, ეს ჩემთვის რაღაც ჯილდოც არის. ლაშა ჩვენი გოლიათი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ამ მოვლენას პატივისცემ და დავდებ მთელი ის პერიოდი, რამდენი ხანიც დავრჩები ამ ცხოვრებაში, ვინაიდან მე მადლობა ღმერთს, რომ მომეცა სწორედ იმ პერიოდში მწვრთნელის მოღვაწეობის საშუალება, სადაც ლაშა იყო გამოჩენილი. თუმცა ლაშას, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წინაპირობა ჰქონდა იმისა, რომ ის ძალიან კარგი სპორტსმენი იქნებოდა, იმის ტალანტის შეფასება, ვერ დავმალამი, თუნდაც ის ასტრონომიული 500-ის გაჟღერება, ბევრ მწვრთნელს, რომელიც მასთან მუშაობდა, ჰქონდა ის განცდა, რომ კარგი სპორტსმენი იქნებოდა, მაგრამ იმის შეფასება, რომ ლაშა სწორედ ამ სიმაღლებს დაიპყრო და მე ვფიქრობ, რომ ერთ თუ ორ ადამიანს ჰქონდა და ერთი და ორი არა, რამოდენიმეს ჰქონდა, მაგრამ მათ შორის იყო ვანოს სურვილი, რომ გამოჩენილიყო მძიმე წონა და სწორედ ფოკუსირება ქონა ლაშაზე, გამოჩენილიყო მძიმე წონა, რომელიც დაამყარა და ყველა იმ რეკორდს, რომელიც დღემდე არსებობდა, ყოველ შემთხვევაში იმ წუთამდე არსებობდა და ეს ესტაფეტა, რა თქმა უნდა, მის პირად მწვრთნელებსაც, მის იმ მწვრთნელებს, ვისთანაც მუშაობდა, მე გადმომაბარეს და ეს პასუხისმგებლობა რაღაცნაირად მოდი პოზიტიურ ტვირთად ავიღე, ვინაიდან მე ვიცოდი მჯეროდა, ლაშას იცოდა მჯეროდა და ის პოტენციალი, რომელიც მასში იყო, მისი არეალიზება ჩემთვის დანაშაული იქნებოდა და მადლობა ლაშა, რომ გაუძელი ყველა იმ გამოწვევას, ყველა იმ სირთულეს, რომელიც სპორტულ კარიერაში ჰქონდა და მე ამაყები, რომ შეძელი ის ნახევარსაუკუნოვანი მსოფლიო რეკორდების გაუმჯობესება, რომელმაც შენ მოგიტანა ღირსება, დიდება და სიამაყე შენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. კიდევ ერთხელ მადლობა შენლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, ხშირი საუბრები გვაქვს იმაზე, თუ რა და როგორ ჯობია, საერთო ჯამში მე პატივისცემ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ადამიანი იღებს, ეს ადამიანის ურთიერთობებს ჩვენ ყოველთვის პატივი უნდა ვცემდეს, ეს ჩვენი ვალდებულებაა. ის გამოწვევა, რომელიც მან მიიღო, არ იყო ესე საპირწონით 101-დან, იყო 50-50-ზე, თუმცა ყველაფერია მის შემდეგ მომავალ ნაბიჯებზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი და კარგი ინიციატივები აქვს მას, ვიცი რომ სპორტზე ძალიან მნიშვნელოვნად არის ჩართული სპორტის, მოდი ესე ვთქვათ, კეთილდღეობაზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, რჩევები ჰქონდა, რა თქმა უნდა, რთულია ეხლა გინდა თუ არა, ან ერთი მხარეზე ვთქვა, რომ კარგი იყო, ან მეორე მხარეზე ვთქვა, ცუდი იყო, მაგრამ ეს არის მოცემულობა, მოცემულობაში ადამიანმა უნდა დაკარგო შენი ის წონა, რომელიც გაგაჩნია და ლაშა თავის წონას არ დაკარგავს, არც სპორტში, არც პოლიტიკაში, შეიძლება გამოუცდელი იყოს, მაგრამ ცხოვრება არის და მე იმედი მაქვს, რომ ხვალდაზე ის შეცდომები თუნდაც რომელზეც ვფიქრობთ, რომ ჩვენ ასე თუ ისე იყო დაშვებული, გამოსწორდება და უკეთესობისკენ იქნება ყველა ის მდგომარეობა, რომელიც არა მარტო სპორტში, არამედ მთელ ქვეყანაში იქნება. თუმცა ვიცით, რომ გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ვიცით, რომ არ სიამოვნებს საზოგადოებას ამდენი სპორტსმენების ჩართულობა, მაგრამ ეს საზოგადო წნეხი მე გადავიტანე გარკვეული წლების წინ და ეს ალბათ ლაშასაც მოუწევს ამ წნეხის გადატანა, მთავარია რომ სწორი ნაბიჯებით ვიაროთ და ერთმანეთის დობა იყოს ყოველთვის, ეს არის მთავარი. ჩემი მიზანი, რა თქმა უნდა, მე და მას საუბრისას, როდესაც ჩვენი კომუნიკაცია შედგა 2013 წელს, როდესაც ჩვენ ერთმანეთს მივეცით იმის უფლება, რომ ეს გზა, ეს არჩეული გზა, რაც ჰქონდა დასახული მინიმუმ სამჯერ ოლიმპიური ჩემპიონობა, 10-ჯერ მსოფლიო ჩემპიონობა, რაღაცები დავაკელით ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ლაშასაც აკლია ის გამარჯვებები, რომელიც მან მოიპოვა, ვინაიდან როდესაც ხედავ მას ღონისძიებაზე, ვიცი რომ ხილად აზარტულად და ემოციურად უდგება ამ ყველაფერს და სიმართლე გითხრა, მინდა რომ დაბრუნდეს და ყველამ გაითავისოს ის რომ თუ იმაზეა საუბარი, რომ ლაშას დაბრუნება
არ უნდა იყოს მარცხი, ლაშა დასამარცხებლად არც არ წასულა, არც არ წამეყვანია და არც მის ჩემთვის იზრდებას რომ ვიცი რომ ლაშა ვერ მოიგებს და მან სხვა კვარცხლბეკის საფეხურზე დაამთავროს კარიერა. ამიტომ ის გამოწვევა რომელიც არის მსოფლიო ძალოსნობაში 4-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონობა ჯერ ეს არავის არ გამოსვლია. ეს არის ის მოცემულობა რომელიც გამოწვევა მოდი ესე ვთქვათ რომელიც ლაშას წინაშე დგას თორემ ის რაც ლაშამ გააკეთა და ძალიან ბევრ ძალოსანს და ძალიან ბევრ სპორტის სხვა სახეობას ქონეს ეს სიხარული გამოცდილი. მე რთულია მისი დაბრუნება, მაგრამ ვიტოვებ ყოველ შემთხვევაში პოზიტიურ იმედებს რომ იქნებ ცადოთ და პედის მენახევრი ვერ იქნება, თუმცა იმ შრომაში რომელიცაც მას აქვს გავლილი და რომელიცაც მას უყვარს რომ გაიაროს, გახდები ჩემპიონი. Periodan ზოგადად თქვილს მირჩევნია წარე სიმართლეს ემოციურად დავხარჯო ჩემი გზნობები და რა ჩემი შეფასებები გავაკეთო თუ ამის საჭიროება დანარჩენ შემთხვევაში უფრო სიმკაცრისკენ მივიზგებს თქვილად. არა, ვერავის ვერ დაგვარგავ, რაც არ უნდა ტრაგიკულად იყოს ჩემ ცხოვრებაში ის ადამიანები, ვინაიდან გულის სიგმეში ჩვენ ხომ მართლმადიდებლები ვართ, ეს არ უნდა დაგვაიწყდეს, რომ არავის დაკარგვა არ არის სწორი. თუმცა რა თქმა უნდა, გულის წვეტები და შეფასებები შეიძლება ბევრმა ადამიანებმა გამიცხრეს იმედები, მაგრამ ვერ დავკარგავ მაინც ვერავის. ზოგმა ამბარდავნობით, ზოგმა უცოდინრობით, ზოგმა ღალატით, ზოგმა რა ვიცი, შურით. არ ვიცი, ეხლა ეს მიზეზები ჩემ თავში ვერ მიპოვია, ვინაიდან იმ ადამიანებს, ვინცაც განსაკუთრებულად დამწყვიტა გული, არ ვიცი რა დაუშავე ისეთ რო ეს ნაბიჯი მიიღო, გარდა იმისა, რომ შურის მაღვარი ზღვარია, მეტი ვერაფერი. გოგონებმა თავისი სწავლა აირჩიეს, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, მე ვფიქრობ, განათლება ზოგადად არა მარტო გოგოებისთვის, ზოგადად ბიჭებისთვის და ყველასთვის. დაამთავრეს უკვე უმაღლესი სასწავლებლები, ერთი მუშაობს, უფროსი გოგო, მეორე ახლა სწორედ ამ პროცესებით არის დაკავებული. ბიჭებს რაც შეეხება ძალოსნებია, მოგეხსენებათ საბა სულ ახლა ხანს გამართული ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა. კახი მოგეხსენებათ ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ევროპის ჩემპიონია ასაკობრივში და ბოლო დროს, ბოლო 2 წელია ცოტა მეტი, რაც ის სამწუხარო ფაქტი მოხდა ქართულ სპორტში, რაც დოპინგ სკანდალს უკავშირდება და სწორედ ამის მსხვერპლი, ვინაც არ უნდა როგორც არ უნდა ისე გაიგოს, სწორედ მსხვერპლი და საბოტაჟის მსხვერპლი ის სპორტსმენები, რომლებიც სწორედ ამ მოდი ასე ვთქვათ, кейსში არიან გამოყენებულები, არიან დაჟილები არასამართლიანად, დაჟილები იმ გადაცდომების გამო, რომელიც მოხდა ქართულ სპორტში და გარდა იმისა, რომ ჩვენ ახლა მოგვიწევს სამართლებრივი გზების პოვნა კიდევ ერთხელ და ამ ბიჭების გამართლება, მეტი ვერაფერი ვერ დაგვიჩეს, როდესაც ქართულმა სასამართლომ ის ფაქტი ვერ უარყო და დაადასტურა და გამოძიებამ დადო თავის შედეგები, რომ ჩვენსადმი იყო ჩადენილი საბოტაჟი, ვანდალიზმი, იყო იქ ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც ეს ყველაფერი ვერ მივიდა სისრულემდე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რა ჩვენ ქართულ ძალოსნებს და იმ სპორტსმენებს, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში იყვნენ გამოყენებული ქართული სპორტის კრახისათვის, მე ეს ამ სხვანაირად ვერ დავარქმევ, ეს ადამიანები არიან სწორედ მოღალატეები, ვინაც ეს თუნდაც ძალიან მცირე დოზით არიან ჩართულები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დანაშაული იყო აქ მომხდარი, რამაც გამოიწვია სწორედ ამ სპორტსმენების და მათ შორის კახის სპორტიდან ჩამოცილება და ადრე თუ გვიან ჩვენ სამართალს მივახცევთ და ყველა ადამიანს მოუწევს იმ კითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც ამ პერიოდში იყო ეს დანაშაული ჩადენილი. რა თქმა უნდა, ძალოსნობის განვითარება ერთ კონკრეტულ მომენტზე არ იყო, ეს იყო დროსთან გაწერილი, მოდი ესე ვთქვათ, გეგმა, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გვია რომ ამის განვითარებისთვის, თუმცა ამ ყველაფერს შემდეგში ხელი შეუწყო ისეთი ტალანტის გამოჩენამ, როგორც ლაშა იყო და თავის დროზე, კახის დროზე თუ 30-40 ძალოსანი ვიყავით, შემდეგ ჩემ დროს თუ 100 ძალოსანი იყო, აი ლაშას ამ წარმატებებმა, ამ ტრიუმფალურმა, მოდი ესე ვთქვათ, სულ მაღლა საფეხურზე დგომამ ქართულ ძალოსნობაში გარკვეული გეოგრაფიული ცვლილებები გამოიწვია, ჩვენ ფაქტიურად არ მინდა შევცდე 100-დან გავიზარდით თითქმის 8 სპორტსმენამდე, ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი გეოგრაფიული
რამაც მოგცა საშუალება ძალიან ბევრი რაიონში ბევრ დარბაზებში გვეპო ახალ-ახალი მოდი ასე ვთქვათ პატარა ბიჭები რომელიც შემდეგ უკვე რაღაც იმედები გაჩნდებოდა სწორედ ამან გამოიწვია გოგოებშიც აქტიურად ამ კომპონენტის გაჩენამ ჩვენ ყავს ძალიან ღირსეული და ძალიან კარგი გოგოები მიუხედავად იმისა რომ ჯერ პატარები არიან ასაკისა მათ წლევანდელ წელს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს და ულოცავ ყველას მოპოვებულ მედალოსას სწორედ გასულდა წლევანდელ წლის მედალებს ჩვენ იმედიანად უყურებთ ამ გოგოებს და არ უნდა დაგვავიწყოთ რომ ასევე ყავს 2017 წელს სოფლის ჩემპიონი ხომ ანასტასია გოტუთის სახით ევროპის ჩემპიონია ამ პოტენციალი ამ ყველაფერმა ამ სპორტსმენმა გაასმაგა და თვლი რომ მომავალი ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ვეცდებით ორ გოგონას მაინც სალიცენზიო კონკურენციაში ბრძოლაში თუ როგორ გამოგვი ეს არის ურთულესი მოგეხსენებათ შეიცვალა კატეგორიები როგორც მამაკაცებში ასევე ქალბატონებში შეიცვალა მონაწილეთა რაოდენობა უფრო შეგვიმცირეს თუმცა გაიზარდა ერთი კატეგორია კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება მაგრამ ვეცდებით რომ ჩვენი რაღაც ცვლილის შევიტანოთ ლიცენზიების მოპოვებაში. წლევანდელი წელი მიუხედავად იმ პრობლემებისა რომელშიც ახლა მოვყევი და რაღაცა ეს სულ მოთურგუნავს ამაზე საუბარი გამომდინარე იქიდან რომ ძალიან არასამართლიანად მოგვიქცენ ჩვენ მაინც წლევანდელი წელს გავართვით თავი მოდი ესე ვთქვათ ამ გამოწვევას მოპოვებულია თუ არ მეშლება 80-მდე საერთაშორისო მედალი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ძალიან მოდი ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ნაწილი ოქროს მედლებია. სწორედ ეს არის ის ახალგაზრდობა, რომელიც ხვალინდელი დღეს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, რამოდენიმე სპორტსმენი არის ასაკობრივი და მოდი ესე ვთქვათ შედარებით გრძელი სპორტსმენი, თუმცა მოპოვებული ეს მედლების რაოდენობა არ არის ცუდი, ეს არის იმის პასუხი, რომ ჩვენ წლევანდელ წელს კარგად შევძელით, მაგრამ დაგვაგდა რეზი, დაგვაგდა კახი, დაგვაგდა გურამი, გიორბელიძე, დავითაძე, ასანიძე, რომელმაც ასევე ამ ყოლებას უფრო მეტად შეავსებდნენ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიზახი იმის მოლოდინი, რომ ეს თემა ადრეთუგვიან დასრულდება და მიეცემათ ამ სპორტსმენებს ისე და ისე თავის გამოჩენის საშუალება. საერთო ჯამში იყო ძალიან კარგი წელი, ზოგადად ქართული სპორტი არის ძალიან მოდი ესე ვთქვათ, საამაყო და მისი ყველა ხელმძღვანელი ეს სამინისტროს დონეზე იქნება თუ ფედერაციის დონეზე უნდა იყოს ამაყი, მიუხედავად იმ წარმატებისა თუ წარმატებულებისა, რომელიც სპორტში შეიძლება მუდამ არსებობდეს, ამიტომ არ ცვლის ჩვენ ხვალ სპორტში უკეთეს შედეგის მიღწევას, რომ დღეს არ გაგვიმართლა პირიქით ეს უნდა იყოს мотивация კატალიზატორი იმისთვის, რომ ხვალ უფრო კარგი და კარგი შედეგები მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, ჩემი გულიც ყველა ამ მიმართულებით არის, როდესაც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ფეხბურთელებისა, თუნდაც კალათბურთელებისა, თუნდაც სხვა სახეობისა, რომელიც ძალიან კარგად იყო, მე შემდეგ ისე ვერ გამოვიდათ, მაგრამ კიდევ ვიძახი, რომ სპორტი ეს არის ცოცხალი ორგანიზმია და ხშირად იმაზე მეტი უნდა ეშრომო ვიდრე წარმოგიდგენი, რომ შედეგი მიაღწიო. ამიტომ ყველას უსურვებ ბევრ შრომას, თავის საქმის დაფასებას და მიზნამდე მისვლას, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი ისე გავიწყდება ეს სირთულეები, რომ ძალიან ამაყი და კმაყოფილი ხარ. დამწყებ ძალოსნებს უჩევდი, რომ გვაქვს ძალიან კარგი დარბაზები, მართალია დედაქალაქში ეს პრობლემა ჯერ კიდევ აი მოგვარების ზღვარზეა გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა რაიონებში ფედერაციამ შეეძლო რომ მინი დარბაზები გაეკეთებია ძალიან ბევრი და ძალიან ბევრ ახალგაზრდას უკვე შეუძლია რომ მივიდეს რაიონებში თქვენთვის უბრალოდ ახალგაზრდობა არის ჩვენი სახეობა უფასო, სრულიად უფასო. მადლობა გმეც რომ წლიდან წლამდე ჩვენ შევძელით სპეციალისტების გადამზადება, ახალი სპეციალისტების ესე ვთქვათ ჩართულობა ფედერაციაში და დარბაზებში უკვე ნამდვილად არიან ისეთი სპეციალისტები, ვინც თქვენ სწორ გზას, სწორ მიმართულებას, სწორ ტექნიკურ კომპონენტებს გასავლიან და გელოდებით მერწმუნეთ ყველა თქვენთან განში არის ის პოტენციალი, რაც ჩემში იყო, ამიტომ ახალგაზრდებო მოდით კიდევ ერთხელ იამაყეთ მე მიღწევებით, რომელთანაც მიაღწევთ. სტატისტიკურად ესეა, თუ არის 20-30 თქვათ სპორტსმენი, 3, 4, 5 სპორტსმენი უკვე მაღალი რანგის სპორტსმენი გამოდის და
მოხდით იმ ხუთეულში, მოხდით იმ ორეულში და იყავით პირველები, თუ ესე ძალიან გინდათ კიდევაც. ამიტომ გელოდებით ჩვენ ყველა პირობას შეგიფრით იმისა, რომ სწორად გავარჯიშოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ჩვენ ქვეყანას უსურო წარმატებები, უსურო ქართულ სპორტს, რაც ჩემთვის შინაგანი ოჯახია, მოდი ასე ვთქვათ, ქართული სპორტი. მომავალ წელს ჩვენ გვაქვს გამოწვევა, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი სპორტული ღონისძიება, ეს არის 2026 წლის თავარი ღონისძიება ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, რომელიც გაიმართება აპრილის მიწურულს. ასევე არის ძიუდოში, როგორც ევროპის ჩემპიონატი, ასევე არის ძალიან ბევრი სხვა ღონისძიებები საქართველოში. მე ყველა წარმატებას ვსურვებ, განსაკუთრებით ჩემს ფედერაციას ბუნებრივია, ვინაიდან ჩვენ 2019 წელს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიო ძალოსნობის სტანდარტი ავიყვანეთ ძალიან მაღალ თამასაზე და გვინდა რომ ეს ევროპის ჩემპიონატი იყოს ღირსეულად ჩატარებული, ვინაიდან გვაძლევს ამის საშუალებას ინფრასტრუქტურა აჭარაში და ის სურვილი, რომელიც გააჩნია, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემპიონატი არ უნდა იყოს ნაკლები, ვიდრე იყო წინა 2019 წლის ჩემპიონატი, სადაც ტრიუმფალურად დავასრულეთ გამოსვლა მოგეხსენებათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ქართულ სპორტს დიდება, გამარჯვება და წინსვლა.